სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. მაცხოვრის ბოლო სიტყვები ჯვარზე იყო ესეთი: ყოველივე აღსრულებულ არის და ამის შემდგომ მიიდრიკა თავი და განუტევა სული. და რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ კაცობრიობის გამოხსნის განგებულება აღსრულდა. ყოველივე აღსრულდა, რაც უნდა აღესრულებია, მაგრამ პირველ რიგში რა იგულისხმება? დაგმოძღრა ჩვენ ქრისტემ პირველ რიგში. იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა, გამოხსნის განგებულება აღასრულა, მაგრამ ყველა კი არ იქნება გამოხსნილი. ვინც ამ მოძღვრებას მოისმენს და დაიმარხავს და აღასრულებს, ის იქნება გამოხსნილი. და ეს მოძღვრება მან დაგმოძღვრა თავისი საქმით, სიტყვით, დუმილით, სასწაულით, ყოველი მისი ღონისძიება იყო იმისკენ მიმართული, რომ ჩვენთვის დაეტოვებია მხსნელი მოძღვრება. და ბოლოს დღევანდელ წაკითხულ სახარებაში ამბობს, რომ ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ. მოვედი ჩემ და ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. აი ყველაზე რთული საკითხი, რის გამოც ჩვენ მიმოვაწყდებით ხოლმე იქეთ და აქეთ, ამ წუთის სოფელში, ამ ცხოვრებაში, ხო და ვეძებთ ხოლმე რაღაცა საშველს. და აი ამ საშველის ძიებაში აუცილებლად უშვებთ ძალიან ბევრ შესთომას. თუ კი არ ვართ ეკლესიის წიაღში, ნავსაყუდელში. ვეძებთ საშველს. ყველა საშველი გჭირდება. ყველანი მაშვრალი ვართ, ესე რო ვთქვათ. მაშვრალი ნიშნავს, რომ აი დამაშვრალი, აი ამ დაღლილი, მშიერიც, ყველაფერს ნიშნავს, აი ამ საშველის ძიებაში. და ქრისტე დგას და გვეუბნება: მოვედი ჩემთან. ყოველი მაშვრალი და არა მარტო მაშვრალი, არამედ აი ამ ჩვენ მაშვრალობაში, ჩვენი უამრავი შესთომები რო გვაქვს დაშვებული აი ამ ჩვენ მაშვრალობაში და დამზიმებული რო ვართ ამ ჩვენი შესთომების გამო, იმათაც გვეუბნება. ტვირთმძიმენის მოვედითო ჩემდა. ესე იგი, არა მარტო მაშვრალი, არამედ ტვირთმძიმენის მოვედი ჩემდა და აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და აი უყურეთ რას გვეუბნება. ესე იგი, შენ მაშვრალი ხარ, ყველა მაშვრალი ვართ, ხო? აი ამ მაშვრალობაში, აი ამ ძიებაში, აი ამ საშველი ძიებაში ჩვენ წავედით იქეთ, საითაც არ უნდა წავსულიყავით. მოვიფიქრეთ ის, რაც არ უნდა მოგვეფიქრებია, მაგრამ არ უგულებელს ყოფ ჩვენ ქრისტე და გვეუბნება ტვირთმძიმედით მოვედი ჩემთან. ანუ ვინც ამ შესთომებით ვარ და ამ გაბნეული და გახლართული, თქვენს მოვედი ჩემთან და ისწავლე ჩემგან. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და უფალი გვეუბნება, რომ აი თქვენ ხო გინდოდათ უღელი. რაღაცა უღელს ხო ეძებდით, ხო? ხო ესე ვართ ყველა, ხო? მოდი ამას ვიზამ, იმას ვიზამ. ხო დაიდგი, ხო ნახე, რომ ეს უღელი არ არის შენი, დაგამძიმა. ხო? და ეხლა გვეუბნება ქრისტე იმის მერე, რა ჩვენ მაშვრალი ვართ, რა ჩვენ ტვირთმძიმენი ვართ და ესე გამბნეული და ესე იგი დაბნეული, გვეუბნება, რომ აღიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ანუ ჩემი უღელი აღიღეთო. იცით როგორ არის ადამიანი ეკლესიაში ძირითადად, აი მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, ძირითადად ადამიანი მოდის განსასწელებით. ანუ გაბნეული აი მაშვრალობაში, აი ამ იმაში მოდის საოცრად ტვირთმძიმე, მაგრამ იცით როგორი გამზადებული არის, უკვე მოდის და თავი დახრილი აქვს და უკვე ამბობს, რომ აი მე ავიღე ის უღელი, რომელიც არ უნდა ამეღო, აი დავინგერი, აი დაუშვი შესთომები, დავდიოდი ჩემი ჭკუით და უამრავი შესთომები დაუშვი და ბოლოს მოდის და ამბობს, რომ აი მინდა მოვედი უფალთან. და რა თქმა უნდა, ქრისტე არ უგულებელს ყოფს მას. და ოღონდ ქრისტე ეუბნება მას, რომ აღიღე უღელი ჩემი, რომ მოიქეს ბოროტისაგან და ქმე კეთილი. ჩვენ უამრავი ცოდვები გვაქვს ადამიანის, მაგრამ ეკლესიაში რომ მოვდივართ, ქრისტე ყველას გვაძლევს ჩვენს უღელს. ეს უღელი არის სწორედ ის, რაც ჩვენი საშველია, რაც ჩვენ გვიშველის.
და ისწავე ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. აი ორი უდიდესი სათნოება, რის გამოც ესე იგი თუ კი ვინმე დიდი ვიცი ჩვენ წმინდა წერილიდან, ეს იყო მოსე, ეს იყო დავით წინასწარმეტყველი და სხვა მამამთავრები, რომელთაც აი ესე გახაზავს წმინდა წერილი და ხას უსვამს იმას, რომ უყვარდა ღმერთს მოსე, რამე თუ მშვიდი იყო. და დავითი, მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მის და სხვა კიდევ. ჩვენი პატრიარქის სიმშვიდე მოიხსენოთ და გავიხსენოთ, ხო? სიმშვიდე, ოღონდ სიმშვიდე არ მოდის მაშინ, როდესაც ჩვენი გახლართულები ვარ და ჩვენ ჭკუაზე დავდივართ. სიმშვიდე მოდის, როდესაც ჩვენ მოვდივართ და მოვიდრებთ ხეს და მივიღებთ ქრისტეს უღელს. და რას ვამბობდი, რაზე დავიწყე საუბარი, როდესაც ჩვენ ქრისტეს მოძღვრებით ვიწყებთ ცხოვრებას. გესმით? ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრებას როცა ვიწყებთ. და როდესაც მოვდივართ აი მაშვრალი და მაძიებელი და ვიწყებთ ქრისტეს მოძღვრებით ცხოვრებას. და ვსწავლოთ სიმდაბლეს. და პოდ განსვენება სულთა თქვენთან. აი ყველას განსვენება უნდა, ყველას მოსვენება უნდა, ყველას დასვენება უნდა. ხო აი დღევანდელი სტატისტიკა რო გააკეთო, გამოკითხო კაცობრიობის მეტი პროცენტი, რა გინდაო რო შეეკითხო, გეტყვის აი მოსვენება მინდა, დასვენება მინდაო გეტყვის რა. იმიტომ რომ დაღლილია მთელი კაცობრიობა, ამდენი რამე თქვენ გონია რამე არის? ინფორმაციული ფურთხის ქვეშ ვარ ჩვენ ყველანი. აი სატელევიზიო, საინფორმაციო საშუალებები გვაფურთხებენ ჩვენ და აი ესე მდგომარეობაში ვართ ახლა. კაცო, ომებიც იყო, ყველაფერი იყო, უბედურობები იყო, მაგრამ ასე ინფორმაციას ესე არ გვატენიდნენ თავში და არ ანუ საშინლად დათრგუნულია ადამიანი. კოვიდი კი არა, ისეთი ვირუსები და ისეთი ისინი იყო ხოლმე, რომ საერთოდ იკეტებოდნენ, ხალხი თვითონ იკეტებოდნენ, სოფლები და არ გამოდიოდნენ და იხოცებოდნენ კიდეც და ყველაფერი, მაგრამ აი ესეთ ინფორმაციული წნეხის ქვეშ არ იყო და დაღლილია კაცობრიობა. და უმეტესობაც რო შეეკითხო, რა გინდაო რო უთხრა, გეტყვის რომ დასვენება მინდა, მოსვენება მინდა, სიმშვიდე მინდა. მაგრამ ეს სიმშვიდე არ არის სადღაც სხვაგან. ქრისტეს მოძღვრებას შემოკედლებული ადამიანი თუ იპოვის სიმშვიდეს. ეს სიმშვიდე არის სულ სხვა რაღაცა არის. ჩვენ არ გვეგონოს ახლა გარეგნულად რო უყურებთ ადამიანს, უი როგორი მშვიდი, არა. ეს სხვა რამე არის. გარეგნულად ზოგიერთ ძალიან თითქოს აი შეხედავ და მართლაც მშვიდია, მაგრამ შიგნიდან მოდის ეს სიმშვიდე მაშინ, როდესაც ქრისტეს მოძღვრებით ვიცხოვრებ და ბოლოს ამბობს, რომ შენ ხო და რა გვინდა ჩვენ გვინდა ტკბილი უღელი და მსუბუქი ტვირთი. ეს ტვირთი, რომელიც ჩვენ ზურზე არის, რატო გვემძიმება ჩვენ? იმიტომ გვემძიმება, რომ ჩვენ თვითონ ავიღეთ. და როდესაც ქრისტეს უღელს ავიღებ ჩვენ, მაშინ უკვე აღარ გვემძიმება და გვემსუბუქება. აი ამას გმოძღვრავს დღევანდელი სახარება და აი ამას გმოძღვრავს უფალი დღევანდელ სახარებაში და ინებებს ღმერთი და მოგცემს ჩვენ აქ ვინცა ვართ, ესეა თუ ასეა მეტნაკლებად მოსულები ვართ, მაგრამ კურთხეულ არის ღმერთი, რომელსაც ყოველსა კაცსა ნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ეკლესია არ არის გათითოკაცებული ადამიანების სახლი. ეკლესიაში რომ მოდის ადამიანი ყოვლისა სოფლისათვის ლოცულობს და შეგახსენებთ თქვენ რომ ეს სახარება არის განჩინებული ღირსი მოღვაწეების საკითხავზე. ღირსნი არიან გარკვეული რანგი არის წმინდანების, რომლებმაც ისწავეს ადამიანები, რომლებმაც დაუტევეს ეს წუთი სოფელი, წავიდნენ და მთელი ცხოვრება ეწამებოდნენ. ღირსია ზოგადად ნიშნავს იმას, რომ მოწამეობრივად არ აღსულებულა, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება იყო მოწამეობა. და რატომ აკეთებდნენ ამას? იმიტომ რომ პირველ რიგში ისინი, როგორც ილია მართალი ამბობს, ილია ჭავჭავაძე, წინამავალი კაციო, უკანამავალი კაცის ხიდიაო. აი მართლმორწმუნე ადამიანები რო ვარ ჩვენ როცა ვკითხულობ სახარებაში, რომ უფალი გვასწავლის, რომ მოვედით ჩემ და ყოველი მაშვრალი და ტვინმძიმე და ისწავლეთ ჩემგან, ხო? ეს გზა გაიარეს უკვე.
და ჩვენ დაგვიტოვეს ხიდად, გახდნენ ჩვენ ხიდად. შეუძლებელი არ არის არაფერი, ადამიანი გონიერი არსება, ძალიან ადვილია, თუ კი გონებას ვამუშავებ ჩვენ სწორად, აუცილებლად მოვალ და აუცილებლად მივალთ ქრისტესთან და აუცილებლად ავიღებთ უღელს, რომელიც ტკბილია და მსუბუქი. ამინ.